მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად და დღეს ჩემი სტუმარია ილია ნიკაჭაძე, რომლის წარდგენაც ალბათ აუდიტორიას არ ჭირდება, უკვე საკმაოდ ცნობადი ადამიანია ილია და დღეს ვსაუბრობთ ფულის ფსიქოლოგიაზე. პირველ რიგში მოგესალმები ილია, როგორ ხარ? გამარჯობა მარიკა, მადლობა დაპატიჟებისთვის, ასეთ საინტერესო თემის შერჩევისთვის. ეს არის თემა, რომელიც არასდროს აქტუალობას არ კარგავს და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ადამიანებისთვის. შენთვის რა არის ფული? ბევრი მიფიქრია სხვათა შორის ფულზე, იმიტომ რომ ფულთან ურთიერთობის რამდენიმე ეტაპი გამოვიარე. გამოვიარე ეტაპი, როდესაც ფულის მნიშვნელობას ძალიან ვაუფასურებდი და ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ არის საჭირო და მის გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო ლაღი და ბედნიერია. მქონდა ეს პერიოდი, უფრო ახალგაზრდული ასაკი და ასაკიც ხელს მიწყობდა, რომ დიდად საწინააღმდეგოში არ დავრწმუნებულიყო. თუმცა შემდეგ უკვე როდესაც ოჯახი მყავდა, შვილები მყავდა, მკაფიოდ ვიგრძენი, რომ საქმე ესე მარტივად და პრიმიტიულად არ არის და ფული ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის, რომ მქონდეს ხარისხიანი ცხოვრება შენთვის და შენი ძვირფასი ადამიანებისთვის. როდესაც ეს დამოკიდებულება ფულის მიმართ შეიცვალა, რაღაცების დანახვა ცოტა სხვანაირად დავიწყე. როგორ დავიწყე იცი დანახვა? მოდი შევეცდები რომ მაყურებელსაც დავანახო და წამოვიღე მე საილუსტრაციო რაღაცები, წამოვიღე ფული. ანუ რა არის ფული? ყველაზე უკეთ ალბათ შეუძლია თვითონ ფულს გვითხრას. ნახე? ძალიან მარტივად. ავიღოთ 50 ლარიანი. თამარ მეფე. ხო, ერთ-ერთი ალბათ მეორე დავითის შემდეგ, შეიძლება პირველით. მეფე საქართველოს ისტორიაში. თავის შედეგებით, თავისი მიღწევებით და რაც მთავარია, თამარი არის ინოვაციურობის ილუსტრაცია, ჩვენ რო ახლა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ 21 საუკუნეში. თამარ მეფის დროს ეს იყო ამის დემონსტრირება მოხდა, ხო? ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, ამის ცოცხალი ილუსტრაცია არის თამარი. და როდესაც რაღაცას ახატია თამარი, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც არის ღირებული. თამარი ღირებულების გამომხატველი ილუსტრაცია, ხო? თამარი გეუბნება, რომ რაღაცა შექმნა ამ ადამიანმა და დაახატეს იმას, რაც ასევე რაღაცა ღირებულებას გამოხატავს. ხო, გავაგრძელოთ იგივე ილია ჭავჭავაძე. მოდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი, ხო? ადამიანი, რომელმაც როდესაც ვფიქრობ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგალითად მოგყავს ხოლმე ილია ჭავჭავაძე, ასეთი უნდა იყოს. წარმოიდგინე, რამხელა ღირებულების შემქმნელია ილია ჭავჭავაძე და ის ხატია ფულის კუპიურაზე, ხო? ყველა კუპიურა არ მაქვს, მაგრამ გვეყოფა. აკაკი წერეთელი. მიხეილ ჯავახიშვილი. კი ბატონო. აქ ძალიან საინტერესო ამბავი მინდა თან გაგიზიაროთ, რომ ნიკო ფიროსმანი თავის დროზე, როდესაც ერთლარიანი კუპიურა ჩემთან ესე იგი. კი ბატონო, კონდეს. ნიკო ფიროსმანი, რომელიც თავის დროზე ერთლარიან კუპიურას ეხატა, ძალიან საინტერესო, ყველაზე ხატაკი ქართველი მხატვარი, ეხატა ყველაზე დაბალ ნომინალზე. რა საინტერესოა. და პატარა ლექსიც არის მაგაზე, ნამთვრალებმა გაუღიმა შემკრთალიას და მომავალ შედევრები უსახსოვრა. ფიროსმანი ახატია ერთლარიანს, ვისაც მუდამ აწვალებდა უსახსრობა. ძალიან სიმბოლური იყო ეს. ეხლა რას გვეუბნება ეს ყველაფერი? გვეუბნება იმას, რომ ფული არის განივთებული შრომა. მოდი ესე ვთქვათ რა, რამდენი იფიქრე, რამდენიც იგრძენი, რამდენი ენერგიაც დახარჯე, რამდენი ძალისხმევას დახარჯე, ეს ყველაფერი რომ გავანივთოთ, ეს არის ფული. ეხლა კითხვა, თუ ფული არა გაქვს, ეს ნიშნავს შემდეგს. შენ არ შრომობ, არ ქმნი, შესაბამისად ვერც ნივთდება ვერაფერი. მეორე ვარიანტი, შენ შრომობ, უბრალოდ ამის განივთება არ ხდება ფულში, ხდება სხვა რაღაცაში. ამის კონვერტაცია არ ხდება ფულში. სხვა რაღაცაში რაში? მაგალითად ადამიანებს კეთილგანწყობაში და ბევრი ძველი მაგალითად კოლორიტზე გამიგია, რომ როგორი კარგი კაცია, როგორი ღირებული ადამიანი, როგორ ყველას უყვარს. მაგრამ მთელი ცხოვრება გაჭირვებაში გაატარა.
ეს არის ადამიანი, რომელიც ღირებულებას ქმნის, უბრალოდ ამ ღირებულების განივრთება, ამ ღირებულების გადაცვლა არ ხდება ფულში. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო რაღაცაზე მივდივართ, ნახე, როგორ გავზარდოთ შემოსავალი. ალბათ ეს კითხვა ყველას აქვს. პირველი რაც უნდა გააკეთო, გაზარდო შრომის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები. ეს რას ნიშნავს, ხო? ხარისხობრივი ნიშნავს, რომ უფრო ნაყოფიერად იმუშაო. აი ნახე, ღირებულების შექმნაა, ხო, მთავარი, ეს ვთქვით. ღირებულების შექმნა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რაღაცა სარგებელი მოუტანო. ანუ პირობითად ნახე, ფული რომელიც შენ გინდა რომ გქონდეს, აქვს მარიკა ხალიანს. შენ ხა მარიკა ხალიანს რაღაცა ისეთი უნდა გაუკეთო, რომ მან გადაწყვიტოს ჯილდო ჩემთვის ფულის მოცემა. ხარისხენად გაკეთება ნიშნავს რომ სიხარულით გადაგიხადო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან იგრძნოს რომ კი არ გადაყარა ფული, არამედ უმაზე მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე გაძლევს. და ნახე აქ თავარი რა არის, რომ მე თუ ისეთი რამ შევქმენი, რომ მარიკასაც მივეცი სარგებელი, ნინოსაც მივეცი, ლევანსაც მივეცი და გიორგისაც მივეცი. ასე ხდები მდიდარი. ნუ, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი ასე იზრდება. იმიტომ რომ ყველა რაღაცას მაძლევს სანაცვლოდ. ხა მივდივართ მეორე ეტაპზე. ეს რაღაცა შეიძლება ფული არ იყოს, მარიკამ ფული მომცა, ნინომ მადლობა გადამიხადა და ლევანმა თქვა, ვაიმე რა კარგი ბიჭია. ანუ ჩემი შრომის ანაზღაურების დივერსიფიცირება მოხდა. კარგი, ჩვენ ყველამ ვიცით ის, რომ ადამიანმა უნდა იშრომოს და შრომის საფასურად ფული გამოიმუშაოს და ბევრი ადამიანი იმაზე მეტსაც შრომობს, ვიდრე საჭიროა, მაგრამ საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებს და აქ არის ცოტა სხვა ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ და ამაზე სასაუბროთ არ ვართ მოსული, რომ იშრომეთ და ფული გექნებათ. გაცილებით უფრო ხრმად არის ამის ფესვები, რომ ერთი ადამიანი შეიძლება გაცილებით მეტ შრომობს და ნაკლები აქვს შემოსავალი თავისი მოთხოვნებიდან გამომდინარე და მეორეს გაცილებით მეტი აქვს შემოსავალი. რა ხდება აქ და როგორია ამისი ფსიქოლოგიური ასპექტები? ხო, პირველი ალბათ ისევ იმას უნდა დაუბრუნდეთ, რომ შენ შეიძლება ბევრს შრომობ, მაგრამ ეს შრომა არ არის ხარისხობრივად მაღალი. რაოდენობრივად არის მაღალი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ 8 საათი კი მუშაობ, მაგრამ რამდენად ფოკუსირებული ხარ, რამდენად იყენებ კრეატივს ამ ყველაფერში, რამდენად ორგანიზებულად აკეთებ. არ ვაკეთებდე და ფული მქონდეს. არის ესეთი შემთხვევა თუ მემკვიდრეობით დაგრჩა შეიძლება? არა, რატო შეიძლება ისეთი ბიზნესი შევქმენი? ისეთი კრეატივი მე მაგალითად იყო ერთი პერიოდის, როდესაც თქვი რომ მე მინდა ისეთი ბიზნესი, სადაც მექნება სტაბილური შემოსავალი და ბევრი თავისუფალი დრო. და ასეთი ტიპის ბიზნესიც მაქვს ერთ-ერთი, საიდანაც პასიური შემოსავალი. ეს იყო ერთჯერადად შრომა და მე მოდი აქედან პასიური შემოსავალი. იმიტომ რომ ხარისხობრივად იყო ეს შრომა იმდენად მაღალი, რომ მისი დაფასებაც იყო ძალიან მაღალი. ხდე და როგორ ვზომავთ ამას, რომ მე ბევრ ადამიანს აძლევ სარგებელს იმ შრომის შედეგით. ანუ მე შეიძლება ერთი დღე დავჯექი და რაღაც ისეთი ინოვაცია გამოვიგონე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება კი მთელი თამამავლობა უზრუნველყო. იმიტომ რომ ხარისხობრივი შრომაა მაღალი და ყველაზე ხარისხობრივად მაღალი შრომა არის, როდესაც შენ რაღაცა ინოვაციას ქმნი. შემოქმედებითად როცა შრომობ. უმარტივებ ადამიანებს ცხოვრება. რა თქმა უნდა, საბოლოოდ საზომი ამისი არის, რამდენ ადამიანს გაუმარტივე ცხოვრება, რამდენი ადამიანი გახდა შენი შრომის შედეგად, უფრო ბედნიერი, უფრო წარმატებული, უფრო მშვიდი, უფრო ეკოლოგიური, უფრო დასვენებული და ასე შემდეგ. რა სიტყვოდი იმაზე, თუ დაუშვათ ადამიანმა რამდენიმე წლის წინ, უბრალოდ ადგა და $1000 კრიპტოვალუტა იყიდა. და მე ამ კრიპტოვალუტას დაედო ფასი. აქ სად არის შრომის ფაქტორი? აქ შრომა არის გამბედაობაში. მაგალითად, მე არ მეყვა ამის გამბედაობა. ვისაც ეყო, მათი გამბედაობა დაფასდა. და მათი უნარი რისკზე წასვლის. ნახე, ეს მნიშვნელოვანია, ეხლა თუ დაუშვათ ბიზნესზე ვილაპარაკებთ და ბიზნეს სექტორის მაგიტომ აქ ფული ყოველთვის რომ რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება მიყვარს. შეგეძლო რისკზე წასვლა და ეხლა ამას მეორეც ემატება, არის ერთი კომპონენტი შრომის, ქვია ინტუიცია.
ჩვენ რო დავყოთ ახლა ხო ინტელექტუალური შრომა არის აზროვნება ხო ერთ-ერთი შრომის ფორმა არის გრძნობები აი მართლაც ფსიქოლოგები უმეტესწილად გრძნობითი შრომით არიან დაკავებულები შეიძლება მოვიდეს შენთან კლიენტი რომ არც არაფერი არ ურჩიე ხო არც რაიმე აზრობრივად შინაარსობრივად არ დაულაგე უბრალოდ თანაგრძნობა გამოხატე მის მიმართ ხო ეს არის გრძნობითი შრომა მაგრამ არის ინტუიტური შრომა ინტუიტური შრომა არის რა როდესაც შენ გაქვს უნარი გამომუშავებული რაღაცეები წინასწარ დაიჭირო მიხვდე სად დააბანდოფული სად არა ამას მიუმატე გამბედაობა ანუ გამბედაობა რა არის იცი გამბედაობა არის მზაობა დაკარგო რაღაც და მზად იყო მე ამ დანაკარგს გაუმკლავდე ეს სერიოზული უნარია და თანამედროვე რომ საზოგადოებაში როგორც ჩანს ეს უნარი ძალიან ფასდება შეიძლება იმაზე მეტად ფასდება ვიდრე ვიღაცის უნარი ერთი წელიწადი ფიზიკურად იმუშაოს კი ბევრი ფულიც დამიკარგავს სხვათა შორის რა თქმა უნდა კი შენ ამისთვის მზად იყავი და ეს არის მთავარი კომპონენტი რის ხარჯზე ჩემ ფული შევ ეს შენი ფული შოვნის ფორმულა მოდი სხვა მიმართულებას რო ჩავყვეთ უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორებს რო ჩავყვეთ და ფულთან ადამიანების ფსიქოლოგიურ და ემოციურ დამოკიდებულებაზე რო ვისაუბროთ იმიტომ რომ მე მგონია რომ აქ კონკრეტულად ფულთან დამოკიდებულებაზე და ფინანსებთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი ემოციური ფაქტორი. რა თქმა უნდა. ბავშვობის დამოკიდებულებები, ოჯახის დამოკიდებულებები, მშობლების დამოკიდებულებები, სადაც ჩნდება ან мотиваცია ძლიერი, ან პირიქით ისეთ ოჯახებში, სადაც უზრუნველყოფილია ოჯახის ცხოვრება, იქ ბავშვებს мотиваცია ეკარგებათ და როცა ზრდასრულები ხდებიან, აღარ იციან რა პროფესია აირჩიონ, იმიტომ რომ მათთვის შემოსავალი არ არის საერთოდ მნიშვნელოვანი. კი. ფსიქიკა მუშაობს ასე, რომ რაზეც ხარ ფოკუსირებული, ის გაქვს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც არიან ფულზე ფოკუსირებული, მათ მეტი ფული აქვთ. ადამიანები, რომლებიც არ არიან ფულზე ფოკუსირებული, ნაკლები ფული აქვთ. მოდი ახლა მიზეზები რა აძლიერებს ფოკუსს და რა ამცირებს ფოკუსს. ნახე, ფოკუსს აძლიერებს ის, რომ მე ფული დავაკავშირე რაღაცა სასარგებლოსთან, საინტერესოსთან და ჩემთვის მნიშვნელოვანთან. მაგალითად, ფული დავაკავშირე უსაფრთხოებასთან. მე ბევრი ზოგადად ძალიან მიყვარს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლა, მათ შორის მილიარდელების. და ბევრი მაგალითად შემიძლია გავიხსენო, როდესაც კონკრეტული მილიარდელი თავის დროზე ფულს აკავშირებდა უსაფრთხოებასთან და ეს, ანუ ფული უსაფრთხოებასთან დაკავშირება ნიშნავს იმას, რომ ფული თუ არ მაქვს, ცოცხალი ვერ ვიქნები. დაუცველი ვარ. ეს ჯანსაღია? ყველაფერი ჯანსაღია, რაც არავის არ აზიანებს და შენ ცხოვრებაში დადებით შედეგი მოაქვს. ამიტომ თუ შენ ამით არავინ არ დააზიანე და ფული იშოვე, ცხადია ეს ჯანსაღი. ნუ იშოვე გულისხმობ არა ნარკოტიკების გაყიდვით და იარაღის გაყანო, გულისხმობ კანონიერი გზით იშოვე. მეორე შეიძლება არის რომ ფული დაკავშირდეს სიამოვნებასთან. მე ხა მახსენდება არისტოტელე ონასისი, ძალიან საინტერესო ადამიანია. ბერძენი მილიარდელი ადამიანი რომელიც პირველად შემოიტანა საზღვაო გადასიტვები. ტანკერები პირველად მან შექმნა. და ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ ფული რო არ იყოსო. ჩემ ცხოვრებას ნაკლები ღირებულება ფასი ექნებოდა, იმიტომ რომ ნაკლები სიამოვნება იქნებოდა ამ ცხოვრებაში. და პირდაპირ აი ესეთი ლინკი აქვს, რომ ფული უდრის იმას, რომ ნებისმიერი ჩემი ბედნიერების, სიხარულის თუ რაღაც დადებითი ელემენტის რეალიზაცია შემიძლია. შენთვის რა არის? იცი რა არის? რო დავაკვირდე ჩემ ცხოვრების დინამიკას, ჩემთვის ფული ალბათ პირველ რიგში არის პასუხისმგებლობების შესრულების აუცილებელი ინსტრუმენტი. სიამოვნების და გართობის ინსტრუმენტი არ არის. სამწუხაროდ ვცადე, რომ ყოფილიყო, მაგრამ არ გამომივიდა. უფრო არის, რომ ფული არის სიმშვიდე, იმიტომ რომ ვიცი, რომ ჩემი შვილი კარგ სკოლაში ისწავლის, რომ მას არაფერი არ მოაკლდება, რომ მას ექნება ის ცხოვრება, რა ცხოვრებაც უნდა რომ კონდეს და მე როგორც მამა მათთვის შემშვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მათ შორის მატერიალურ დონეზე. ხო, ერთი არის ემოციურ დონეზე გავაკეთო, აქ ფული დიდად არ მჭირდება, მაგრამ მჭირდება მატერიალურ დონეზე რომ გავაკეთო და გარკვეულ სიმშვიდე ფულმა ამ კუთხით მომიტანა.
აი, როდესაც ეს ელემენტი გაჩნდა, რომ გავუყოთ ჩემი ცხოვრება, ფული როდის მქონდა და როდის არ მქონდა, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ჩემი შვილი გაიზარდა ცოტა და გარკვეული საჭიროებები გაუჩნდა. და მეც გამიჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომ ჩემი როგორც მშობლის პასუხისმგებლობა ფულის დახმარებით შემესრულებინა. მანამდე ნახე ფული არ იყო ესე დაკავშირებული რაიმე ჩემთვის ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანთან და არც ფოკუსირებული არ ვიყავ შესაბამისად ჩოვნას. ესე იგი შენ სანამ ფული გექნებოდა, მანამდე სიმშვიდე არ ქონდა. სანამ ფული მექნებოდა, მქონდა სიმშვიდე, კი. უბრალოდ ამ სიმშვიდეს უფულობა არ არღვევდა. იმიტომ რომ არ ვგრძნობდი დეფიციტს ან დანაკლის რაიმეს. ნახე, მე როგორ უდგები, რომ ფული ლინკება შენს ფუნდამენტურ საჭიროებებთან. უბრალოდ შენ შეიძლება გქონდეს ესეთი პერიოდი, როდესაც ამ საჭიროებებს უფულოდაც იკმაყოფილებ. ასეთ შემთხვევაში შენ არ გაქვს სტიმული ფული იშოვო და არ ჩაულობ. როდესაც კითხავს როგორ ვიშოვოთ ფული, პასუხი ასეთია: დააკავშირე ის შენ საჭიროებებთან და ფსიქიკა ავტომატურად დაიწყებს ფულის შევნას ფოკუსირებას. დააკავშირე რასთან? რომ დავშ პატივისცემა ხო გინდა? დააკავშირე იმას, რომ ფული შენ შეიძლება რომ პატივისცემა მოიპოვო. დაუშვათ გინდა გიყვარს მრავალფეროვნება, მოგზაურობა, ხო? დააკავშირე ამასთან. დაუშვათ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ და გინდა რომ შენ მოვალეობებს გაუმკლავდე და დაუშვათ პირ საღამოს სუფთა სინდისით და მშვიდად დაიძინა, ხო? დააკავშირე ამასთან, რომ მე როდესაც მექნება ფული, მე შევძლებ რომ ის პასუხისმგებლობა რაც მაქვს, ისე პირნათლად 100%-ით შევასრულო. დააკავშირე პირობითად უსაფრთხოება რაც ვახსენე, ხო? იმიტომ რომ ფული ნიშნავს უსაფრთხოებას. პირობითად შენ რო დადიხარ $2000 მანქანით, ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე თუ იყიდი ჯიპს, რომელიც $70,000 ღირს. პირობითად. ეს არის ყველაზე მარტივი და მოკლე გზა, რომ უცებ დასტარტო ფულის შოვნა. სწრაფად გადახვიდე ფულის შოვნის რეჟიმს. $70 მანქანით შეიძლება ისე რისკიანად ვიარო, რომ გაცილებით საფრთხის შემქმნელი ვიყო. მე მაგას უფრო ნაკლებად უკავშირებ საფრთხეს და არა საფრთხეს. შენთვის არ არის უსაფრთხოება აქტუალური საკითხი ალბათ და იმით. ხო, ჩემთვის ფული არის ახალი შესაძლებლობები. ბევრი ახალი შესაძლებლობა. ეს შენი мотиваცია. ეს ჩემი мотиваცია, იმიტომ რომ მე ჩემთვის შესაძლებლობა არის ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ალბათ. და რამდენად არის სტერეოტიპები და რწმენა წარმოდგენები, რამდენად ახდენს გავლენას იმაზე, ჩვენ რამდენად გვაქვს ან არ გვაქვს ფული და როგორი დამოკიდებულება. ეს არის მეორე მხარე. ერთი მხარე თუ არის სტიმული შეუქმნა ჩვენ ფსიქიკას ფულის შოვნის იმით, რომ ჩვენ საჭიროებებს დაუკავშიროთ ფული. მეორე შემაფერხებელი ფაქტორი რაც არის, ეს არის ნეგატიური რწმენა წარმოდგენები ფულზე. სხვანაირად რო ვთქვათ, ეს არის ფული ფსიქიკამ აღიქვას როგორც ანტისაჭიროება. აი პირობითად ნახე, თუ ჩემი მოთხოვნილება არის უსაფრთხოება, შეიძლება მე მქონდეს ნეგატიური რწმენა წარმოდგენა ფულზე, რომ პირიქით ფული თუ მაქვს საფრთხეში ვარ. თუ ჩემი мотиваცია არის სიმშვიდე, და ნუ ფულს ვიშოვი თუ სიმშვიდე და ფული აი ლინკება, მაგრამ მე შეიძლება მქონდეს წარმოდგენა, რომ ფული პირიქით სიმშვიდეს მიირღვევს. და ამ შემთხვევაში ფულს არ თუ შოვლო პირიქით ვიშორებ და მყოლია უამრავი კლიენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მე რიცხება თუ არ ხელფასი, სად წავიღო, ვის მივცე, სად დავხარჯო, ერთი სული მაქვს. ეხლა საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი, ნახე? ნეგატიური რწმენა წარმოდგენა უკავშირდება როგორც წესი ბავშვობის რაღაცა ტრამვულ გამოცდილებას. აი პირობითად რა შეიძლება იყოს, ნახე? რომ ყოველთვის ბოლოს დედა და მამა ჩხუბობდა, იმიტომ რომ ვერ ანაწილებდნენ სად დაეხარჯათ ფული. და ბავშვისთვის ფული ასოცირდება კონფლიქტთან. და ადამიანი რომელსაც სიმშვიდე უნდა, მისი мотиваცია მთავარია. სიმშვიდე, ფული პირიქით ანტისიმშვიდეა, მომაშორი, წაი არ მინდა, დამანებე თავი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საბჭოთა მემკვიდრეობის გამო. საბჭოთა მემკვიდრეობა ვირუსივით არის, გადაეცა ჩვენს ბაბუა-ბებიებს, ბებია-ბაბუებმა გადასცეს ჩვენ მშობლებს, ჩვენმა მშობლებმა გადმოგცეს ჩვენ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ფული იყო რაღაცა უკანონობასთან, არაწესიერებასთან ასოცირებული. მე ძალიან მიყვარს საბჭოთა მულტფილმები და ფილმები, ხშირად უყურებ ხოლმე და ბევრი ფილმი მახსენდება ეხლა, სადაც ფულის მშოვნელი ადამიანი არის ნეგატიურ პერსონაჟად გამოყვანილი. ნუ მაგალითად მახსენდება საფუთარელი ჭაბუკი არის საინტერესო ფილმი და იქ არის მთავარი პერსონაჟი,
რომელიც მუშაობს იმედაკახიანის პერსონაჟი მუშაობს ქარხანაში და მეორე პერსონაჟი მისი ანტიპოდი ამ შემთხვევაში, ოპონენტიც ამ შემთხვევაში, მას აქვს რაღაცა კერძო სავაჭრო ობიექტი, ბევრად მეტ ფულს შეძლოს, მაგრამ ფილმში ნაჩვენები აი როგორც აი ფულის მშოვნელი კაცი, რომელიც არის ცუდი კაცია, მატყუარა, აფერისტია და ასე შემდეგ. ნახე ეს ჩვენს მეხსიერებას ახსოვს. და როგორც ფული ვიშოვოთ და ეგრევე მოდის ეს უარყოფითი ემოციები, რომ ესე იგი ესეთი ცუდი ვიქნები, ესეთი უარყოფითი პერსონაჟი ვიქნები ამ ცხოვრებაში. ასეთ მულტფილმებზეც გავიზარდეთ, სადაც მდიდარი ადამიანები იყვნენ ბოროტები და ღარიბები იყვნენ, კეთილები და ჩვენი ლოიალობა იყო ძირითადად ღარიბი ადამიანების მიმართ და შესაბამისად. კი. აი ეს აი რაღაცა თქვი, რომ თუ ჩვენ გვინდა ფულის მიმართ ჯანსაღ დამოკიდებულება გქონდეს, ვისწავლოთ მდიდარი ხალხის პატივისცემა. ისინი იმსახურებენ პატივისცემას, ნუ ცხადია ვინც კანონიერად იშოვა ეს ფული. იმიტომ იმსახურებენ ხალხო, რომ ძალიან მაგარი მაგალითი მოგცეს, რომ შეიძლება გქონდეს იმდენი ფული, რომ შენი ყველა საჭიროება აისრულო. ახი რა კარგი რაღაცა გააკეთეს მათ ჩვენთვისაც მათ შორის. სულ რომ იმ ფულით საერთოდ ჩვენ არ დაგვეხმარონ და საერთოდ ჩვენ ეკონომიკაშიც არ ჩადონ, ის რომ პრეცედენტი შექმნა, ეს უკვე ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ოღონდ უნდა გამოვიყენოთ ეს სტიმული და გამოვიყენებთ თუ შევხედავთ ამას როგორც ინსპირაციის წყარო. თან ბევრ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი კითხვაც, რომ კი მაგრამ ფული განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას. იქნებ არ განაპირობებს და მის მნიშვნელობას და როლზე მეტად უზრდით. ამასთან დაკავშირებით საინტერესო კვლევებიც ჩატარდა. ერთი კვლევა დენიელ კანემანმა გააკეთა, ნობელის პრემიის ლაურეატია. ფსიქოლოგიაში ყავს 2 ნობელის პრემიის ლაურეატი, ერთმა ეკონომიკაში აიღო დენიელ კანემანმა და მეი მოზერმა მედიცინაში აიღო. ორივე ფსიქოლოგი იყო. კანემანი ამ ფსიქოლოგებისთვის ჩვენთვის თქვა ის არის. კუმირი ნობელის პრემიის ლაურეატი ფსიქოლოგი ყავს. და ნახე კვლევა ჩაატარა. რა კორელაციაში არის ერთმანეთთან ფული და ბედნიერება. თუმცა ეს კვლევა ჩატარდა საუკუნის დასაწყისში. მე მეორე ახალ კვლევასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ამნიშნულოვანია, იმიტომ რომ კანემანის კვლევის შემდეგ შეიცვალა ის, რომ სოციალური ქსელები ძალიან აქტიურად წამოვიდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ კანემანის კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, ამერიკაში ჩატარდა კვლევა, აღმოჩნდა, რომ როდესაც საქმე ეხება პირველად საჭიროებებს, იქ ფული ბედნიერებასთან პირდაპირ კავშირში. მაგრამ პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგ შენ გექნება 10,000-ით მეტი, 5,000-ით, 20,000-ით მეტი ბედნიერების ხარისხი არ იზრდება. და ამას თავისი ლოგიკა აქვს, ნახე, მე თუ აი ის რაც ჩამოვთვალე უსაფრთხოება, პატივისცემის მოთხოვნილება, დაფას, ყველაფერი თუ დამეკმაყოფილდა, იმის იქით ფული ვეღარ მოქმედებს ჩემს. ეხლა რატო? ეხლა პირობითად ვიღაცა იტყვის, რომ რატო არ მოქმედებს კაცო, ეხლა შენ სახლი გექნება 3 ოთახიანი თუ 4 ოთახიანი, არ აქვს მნიშვნელობა. არა აქვს. იმიტომ რომ შენი ფსიქა იმდენად ადაპტირდება ამასთან, რომ ერთ თვეში ის ახალი 4 ოთახიანი სახლი გახდება ძველი 3 ოთახიანი სახლის ემოციის შემქმნელი. მიხდე? და ამიტომ ბედნიერების ხარისხზე ვერ ახდენს გავლენას ეს კანემანის კვლევის მიხედვით. მაგრამ შემდეგ ეს კვლევა მსგავს კვლევა ჩატარდა ხელახლა და შედეგი ცოტა სხვა იყო, იმიტომ რომ სოციალური ქსელები შემოვიდა. და ამ კვლევის მიხედვით მათ შორის პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგაც ახდენს ბედნიერებაზე გავლენას და რატო ნახე? იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში შენ გაქვს შედარების საშუალება. აი პირობითად ნახე, მე თუ ვიქნები საინფორმაციო ველში იზოლირებული და მაქვს სახლი ან დავისვენე ქობულეთში და არა მონაკოში. ბედნიერად მაყოფილი ვარ. სანამ არ ვნახავ უკეთესს. უკეთესი მე მაჩვენებს, რომ ჩემი არც ისეთი კარგი. და სოციალური ქსელები ამას აკეთებს. სოციალური ქსელები მუდმივად გაფარებს თვალებში იმას, რომ ვიღაცა შენზე უკეთესად ცხოვრობს. და ეს შენში იწვევს უკმაყოფილებისა და უკმარისობის განცდას. და ისტორიად აი ამ გაცდის შესავსებად გჭირდება უკვე ფული. რომ ვიღაცამ რომ რაღაცა ევროპის კარგ საზღვაო ზოლში დაისვენა, ეხა მეცმინდა და ფული მჭირდება, რომ აი ეს მეცმინდამ ჩემი შიმშილი ჩააქროს. მანამდე ეს არ ვიცოდი და რაც ვნახე, მე მახსოვს ქობულეთში რომ პირველად ვიყავი, აღფრთოვანებული ვიყავი. ეგეთი ბედნიერი როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. მე მგონი იმდენად მომეწონა. წარმოიდგინე. მაგრამ ეხლა შეიძლება რამე მომეწონოს, იმიტომ რომ როგორც რამე მომეწონება, უკეთეს მაჩვენებენ. და ამ კონტრასტის გამო ეგრევე მიხვდები, რომ რა მიხარია.
მე ჩემი დაკვირვებაც მაქვს აი პატარა კვლევასავით და შემიძლია თქვა ასეთი რამ, რომ მინახავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფულში გულისხმობ ის ელემენტალური საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვთ ოჯახს და მათ ოჯახშიც ძალიან მაღალია ბედნიერების ხარისხი, იმიტომ რომ დიდი სიყვარული და თანადგომა და ურთიერთობა სხვანაირია და მინახავს ოჯახები, სადაც უდიდესი ფულია, მაგრამ ბედნიერების ხარისხი არ არის. ამიტომ მგონია რომ მან ცოტა ბედნიერებასთან კავშირი ნაკლებად არის. ფული უფრო მგონია რომ სხვა საჭიროებების, კომფორტის და რაღაცნაირი შესაძლებლობების დაკმაყოფილების საშუალებაა ეს ერთი და ხშირ შემთხვევაში ეს აღრევაც არის ხოლმე, რომ ფულს თვითშეფასებასთან აკავშირებენ და კორელაციას აკეთებენ ხოლმე და ესეც მგონია, რომ ძალიან იცი რა, თვითშეფასების ერთ-ერთი საზომი არის, მაგრამ არ არის ერთადერთი საზომი. ანუ პირობითად შენ თუ მაღალ ანაზღაურებას გაძლევენ, კი ბატონო, შენ შეება ამით როგორც ერთ-ერთი ფაქტორი ჩათვალო, რომ დაგაფასეს. თუმცა დაფასების სხვა ფორმებიც არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ. დაფასების ფორმა არის, რომ ადამიანი გელაპარაკება თავაზიანად, არ ყურადღებიანი შენ მიმართ, გამოხატავს პატივისცემას, გამოხატავს სიყვარულს, გამოხატავს სითბოს. უბრალოდ თავარი რა არის, იცი, შენ ზუსტად განსაზღვრო, რა ტიპის დაფასება გჭირდება. არც ერთი დაფასება არ ჯობია მეორეს. ანუ აქ არ გვაქვს რაიმე კიბე, ან რაიმე გრადაცია. თავარი არის, რომ შენ ზუსტად იცოდე შენი რომელია და იმაზე იყო ფოკუსირებული. ოკეია თუ შენი დაფასების ფორმა არის ფული. ოკეია. უბრალოდ მიხვდი და ფოკუსირდი ფულზე. ოკეია თუ შენ ამბობ, რომ ფული არის ერთ-ერთი დაფასების ფორმა, ცოტა მინდა მქონდეს, ცოტა მაგითაც დამაფასე, მაგრამ სხვა რაღაცეების მჭირდება. ამიკე, რას თავარი ასე გაცნობიერებად თუ მიუდგები, შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო. ანუ თუ შენ ცხოვრებაში გაჩნდა ფულის საჭიროება, უბრალოდ კონვერტაციის სხვა არხი ამოიღე, ანუ სხვა დაფასების ფორმა ამოიღე მენიუდან, ავტომატურად მიხვალ იქამდე, რომ შენ მიმართ პატივისცემა გამოიხატება ფულში. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია სხვათა შორის. კი. ანუ აი პირობითად რომ დაჯდე, აი მუშაო საკუთარ თავზე, აი ამ კუთხით, რომ მე მინდა რომ დამაფასონ ფულით და არა, ვაიმე რა კარგი ბიჭი ხარ. ასეთი ფოკუსი გამოიწვევს გადაწყობას ფსიქიკის და გამოიწვევს იმას, რომ ვინც აქამდე გაფასებდა უბრალოდ კეთილგანწყობით, კონვერტაციას გააკეთებს ფულში. კარგი, მოდი ახლა სხვა რაკურსით დავსვათ კითხვა. რატომ არ აქვს ადამიანს ფული, ვისაც არ აქვს? როგორ ფიქრობ? კი. რამდენიმე ნაწილად დავყოფ ამ კითხვაზე პასუხს. პირველი, ეს არის ღირებულების შექმნის ნაწილი. ან არ ქმნის ღირებულებას, ხარისხობრივად ან რაოდენობრივად, ანუ არაფერს არ აკეთებ ისეც, რაც ადამიანებისთვის სასარგებლოა. ეს ერთი მიზეზი. და მეორე მიზეზი არის, რომ აკეთებ, რაც ადამიანების სასარგებლოა, უბრალოდ ამის დაფასებას ფულში არ იღებ. იღებ სხვა რაღაცაში. ან მესამე ვარიანტი მე არ მაქვს. რაზეც წეგან ვისაუბრეთ, არის ფსიქოლოგიური ფაქტორები, არაცნობიერს არ უნდა ფულის მოზიდვა, იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი ბოროტია, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც ფული აქვთ, მერე რისკი მაღალია, ან რაღაც გარკვეული რწმენა წარმოდგენები და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები და ემოციური დამოკიდებულება აქვს და არიან ადამიანები, რომელსაც შუშის ჭერი აქვს ფულთან მიმართებაში და ყველასთვის ეს შუშის ჭერი არის ინდივიდუალურად განსაზღვრული. ეს ორი მიზეზი რაც თქვით, ამისი საფუძველი შეიძლება იყოს სწორედ რაც ახსენე. ანუ პირობითად რატომ ვერ ვქმნი, აი მოდი თითოეულს მივყვეთ, რატომ ვერ ვქმნი რაღაცა ღირებულს? ყველა ჩვენთაგანს გვაქვს თვითგამოხატვის ინსტინქტი. ანუ ყველა ჩვენთაგანი თავისი არსით არის შემოქმედი. ყველა ჩვენთაგანი თავისი ბუნებრივი მდგომარეობით არის ის, ვინც შექმნის ღირებულებას, მაგრამ სად წავიდა ეს ჩვენი შემოქმედებითი უნარი? სად გაქრა?
რა დაემართა? მაინტერესებს, ესე იგი შენ უფრო მეტ ღირებულებას ქმნი თუ მე მეტ ღირებულებას ქმნი, ეს განისაზღვრება ფულით? ერთ-ერთი განსაზღვრელი კრიტერიუმი არის ფული, კი. ერთ-ერთი. ფული არის უფრო კონკრეტული საზომი კრიტერიუმი, რომელიც ციფრებში გაგიზომავს ამას. თუმცა არის სხვა საზომი კრიტერიუმიც. რეპუტაცია მაგალითად საზომი კრიტერიუმი. სახელი როგორი გაქვს ადამიანებში. მაშინ ეკარგება მიზანი რეკლამას, იმიტომ რომ დღეს ღირებულებას როგორ ქმნი კი არა, როგორ შეფუთავ იმ ღირებულებას ამას უფრო. რეკლამა არის დარწმუნო ადამიანი, რომ ღირებულებას ქმნი. ეხლა მეორე თემა არის ეს დარწმუნება რაიმე რეალურ საფუძველს ეფუძნება თუ მანიპულაციური. მე ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი ბამბანერგის. ვინც ახლა ცოტა ძველი თაობის ადამიანი, მახსოვრება ბამბანერგა, ეს იყო შოკოლადი, ლამაზად შეფუთული, რომელშიც შოკოლადი არ იდო. იდო რაღაცა უგემური. და ამაზე ერთი ხუმრობაც არის, რომ დაბადების დღესეო მომიტანესო ბამბანერგა, რომელიცო შარშანო ჩემ მეგობარს ახალთელზე ვაჩუქეო. ჩემს მიერ დაჩუქარი ბამბანერგა დატრიალდა და მე ისო მედამები, არავინ არ გახსნა. იმიტომ რომ ყველა მის ლამაზად შეფუთული უგემური რაღაცა. მეორე რომ დუბაის შოკოლადი, რომელიც დუბაიზე დიდად არ მოვიხიბლე, მოდი რაზეც მოვიხიბლე, იმასე ვიტყვი. მეორე რაფაელო. გნემოს ფერერო, რომელიც ლამაზად არის შეფუთული და შიგნით ხარისხიანი გემრიელი პროდუქტი. ამოცანა ჩვენი არის რა, არ დავაკნინოთ მარკეტინგის და რეკლამის მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ შენ არ ეტყვი ადამიანებს რაღაცა ღირებულები შექმენი, თავის ისინი ამას ვერ გაიგებენ. word of mouth-ით გაიგებენ, როგორც ცოტა გვიან გაიგებენ. ამიტომ მოდი ვცადოთ ღირებულება შევქმნათ და შეგვიძლია ვესაუბროთ ცხებს, რომ იცი რა, მე მაქვს ეს ღირებული და თუ გინდა შემიძლია მოგცე. მე შედაგეხმარები ამ პრობლემის გამოსწორებაში, სანაცვლოდ შენ დამეხმარე ამ პრობლემის გამოსწორებაში. ხა ნახე, ჩვენ შეგვიძლია ეს გაცვლა გავაკეთოთ, როგორც ადრე იყო პარტერით, ხო? მე ქათამს მოგიყვან და შენ ხარისხავი გამატანე. ან შემოვიტანოთ უნივერსალური გაცვლის საშუალება, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ფული, რომელიც ამბობს იმას, რომ მე რაღაც ღირებულება მოგეცი და შენ რაღაც ღირებულება მომეცი უკან. კარგი, მაშინ რა რჩევას მიცემდი ადამიანებს, რომელსაც უნდა რომ გაზარდოს მნიშვნელოვნად თავის შემოსავალი? ხო, პირველი რაც უნდა გააკეთოთ იმის, რომ მეტი ფული გქონდეს. ფოკუსირდით იმაზე, რაღაცა ღირებული შექმნათ. ფოკუსირდით იმაზე, რაღაც სარგებელი მოუტანოთ ადამიანებს. ყველა ვინც ფულზეა დახატული, ყველა ის ადამიანი იყო ადამიანი, რომელიც რაღაც სარგებელი მოიტანა. ოღონდ არ არის აუცილებელი, რომ ეს სარგებელი ისეთი იყოს სხვა რო აკეთებს. პირობითად ივანე ჯავახიშვილმა სხვა სარგებელი მოიტანა, აკაკიმ საერთოდ სხვა სარგებელი მოიტანა, მაგრამ ორივემ სარგებელი მოიტანა. ორივემ რაღაცა ისეთი შექმნა, რომლითაც დღესაც კი თაობები ვსარგებლობთ. ეს ერთი. მეორე, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი კონვერტაციის არხი იყოს ფულში. ეს რო გავაკეთოთ, გვჭირდება პირველ რიგში ჩვენი საჭიროები დავაკავშიროთ ფულთან და მეორე ნეგატიური რწმენა წარმოდგენები რაც გვაქვს ფულზე, ეს გადავაპროგრამიროთ და ვაქციოთ პოზიტიურ წარმოდგენებად. ფული არის ბოროტება არა, ფული არის სიკეთე. ფულს მოაქვს კონფლიქტები არა, ფულს მოაქვს სიმშვიდე, სტაბილურობა. ფული აქვს ცუდ ადამიანებს არა, ფული აქვს ადამიანებს, ვინც იშრომა და რაღაცა ღირებული შექმნა. ეს სრულიად საკმარისია, რომ შენი შემოსავალი რადიკალურად გაიზარდოს და რა თეორიულად არ ვსაუბრობ ამას, ეს გზა მე გავიარე. ჩემი წარმოდგენა ფულზე არ უკავშირდებოდა ჩემს საჭიროებებს, ამიტომ ფული არ მქონდა. როგორც დაუკავშირდა, ძალიან დიდ დახდომ გავაკეთე. ძალიან დაახლოებით 50 ჯერ გაიზარდა ჩემი შემოსავალი. როგორც გაილინკა. ამას ის ემატებოდა, რომ ნეგატიურ წარმოდგენებს მქონდა ფულზე, უარყოფით წარმოდგენებიც. და ეს ერთგვარი მუხრუჭი იყო შოვნის პროცესში. ეს წარმოდგენები არათუ გაქრა, როგორც კი შემცირდა, შედეგი მაშინვე თვალსაჩინო იყო. მაშინვე ვიგრძენი სხვაობა. იცი რა მაინტერესებს, მაგალითად არის ძალიან გსმენია, ბევრი კარგი მხატვარია, რომელიც ქმნის დიდ ღირებულებას, მაგრამ არ არის დაფასებული და ფულში ვერ კონვერტირდა მათი. აი, სწორედ თქვი. კი, ფულში არ არის მათი კონვერტაცია, მათ უნდათ სახელი პირობითად. მათ უნდათ შემოქმედებითი თავისუფლება. მათ რაღაცა სხვა რაღაცას იღებენ საკუთარი შრომის სანაცვლოდ. ამიგე? და ერთი და იგივე შრომისთვის ორ ანაზღაურებას სხვა რა იღებ.
ნუ მათთვის გამოსავალი არის ის, რომ სხვა რაღაცაში კონვერტაციები შეამცირონ. აი პირობითად ნახე, შენ რომ მითხრა, რომ ილია, შენ მოდი ჩემთან პოდკასტში სტუმრად და მე სანაცვლოდ შენ დაგალევინებ წყალს, გაჭმევ საუზმეს, გეტყვი უამრავ კომპლიმენტს და ეგარი. ეხლა ნახე, წარმოიდგინე ჩემი პოზიცია არის, რომ შენ გრძნობ, რომ იცი რა, მე არც დიდად ჭამა მინდა და არც დიდად კომპლიმენტები მინდა. ავტომატურად მე და შენ გადავდივართ ურთიერთობის რეჟიმზე, რომ რაღაცა სხვა კუთხით გამოხატო ჩემ მიმართ პატივისცემა და დაფასება. გამიგე? და ეს რეჟიმი, ისეთი რეჟიმია, რომ არც ერთი მხარე უკმაყოფილო არ იქნება. იმიტომ რომ შენ ისედაც გქონდა განცდა, რომ მე რო რაღაც გავაკეთე შენთვის, შენც გააკეთე ჩემთვის და შენ შინაგან მდგომარეობაში სამართლიანად მოხდა ყველაფერი. მაგრამ თუ ეს გაცვლა აღარ იქნება ასე, შენ გექნება შინაგანი შეგრძნება, რომ მოდი რაღაცა მაშინ სხვა უნდა მივცე. გამიგე? მით უმეტეს თუ შენ დაინახა, რომ მე მართლა სარგებელი მოგიტანე. გამიგე, ეგ როგორ მუშაობს, ეს ძალიან საინტერესო ქიმია არის, რომ როდესაც შენ გრძნობ, რომ საზოგადოება როდესაც გრძნობს, რომ ღირებულებას ქმნი, გამორიცხულია, რომ იქიდან რაღაც დაფასება არ მოვიდეს. გამორიცხულია. ყველა შემთხვევაში მოვა. ალბათ ეხლა მაყურებელს რაღაც გაუჩნდა, რომ როგორ შეიძლება ფული და რაღაც პატივისცემა ან კარგი სახელი გვერდ დააყენო. იცი რა არის პრიორიტეტების ამბავი? შენ თუ გინდა კარგი სახელი, ოკი, გაგუფლება რომ გქონდეს და გინდოდეს. მაგრამ შენ თუ გინდა ფული, ასევე გაგუფლება რომ გინდოდეს ფული. შეიძლება ორივე გინდოდეს და უბრალოდ გაყო. ამის უფლებაც გაქვს. და მეტი მიმღებლობა გვჭირდება ჩვენი საჭიროებების მიმართ, აუცილებლად. შენ გაქვს ქონია ტრენინგი ფულთან დაკავშირებით და აქ ძირითადი მიმართულება რა არის? რაზე ემუშავებია? ფულთან დაკავშირებულ ტრენინგზე 4 ძირითადი თემაა. პირველი თემა არის როგორ ვიშავოთ ფული. და აქ ორი ქვეჩაშლა. პირველი ნეგატიურ წმენაწარმოდგენებზე მუშაობთ, რომ უარყოფითი ემოციები არ იყოს ფულთან დაკავშირებული და მეორე პოზიტიური წმენაწარმოდგენები შევქმნათ, ანუ გავლინკოთ ეს ფული ჩვენ საჭიროებებთან. ამის შემდეგ უკვე გადავდივართ ფლანგვის ნაწილზე. და ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ შეიძლება ფულს შევულობ, მაგრამ არა მიზნობრივად ხარჯავ. ეგრეთ წოდებული სტრეს ხარჯვა ქვია ამას. რომ ხელფასი ჩარიცხული არის და უკვე დახარჯული. როდესაც ჩემი ფსიქიკა ფულს განიხილავს როგორც კორტიზოლის შემცირების საშუალება. და ნუ ცხადია ეს ბიუჯეტზე აისახება. და ბოლო ეს არის სწორი ინვესტირება. მაგ ფული. ოპტიმალურად ხარჯავ ამ ფულს. მაგრამ რა უყო, სადაც წავიხო. მაგას ერთი ანეკდოტი არის, რომ გურულზე, რომ ჩემ გურულს ეკითხება, რომ შენი ბიჭო რა შვებაო და იმ ხელა გაიზარდა, იმ ხელაო, რომ მუხას მოგლეჭავსო. მაგრამ საწე იყოს არ იცისო. და ფულთან მიმართებაში იგივე რო არ დაგვემართოს, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რას უშვებით ამ ფულს. როგორ შეიძლება ეს ფული ჩადოს სწორ რაღაცეებში, რომ ამან კიდე დამატებით შემოსავალი მოგიტანოს. ოღონდ ცხადია, აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა კრიპტოვალუტაში ჩადო თუ უძრავ ქონებაში, ანუ ეკონომიკური რაკურს არ განვიხილავთ. უფრო განვიხილავთ იმას, როგორ შეიძლება თვითგანვითარებაში სწორად დახარჯოს ფული, რომ კიდე უფრო მეტი ფული შოვნის სტიმული გქონდეს. სხვათა შორის აქ ძალიან გვეხმარება ენიაგრამა, იმიტომ რომ როდესაც მე ვახსენე პირადი საჭიროებები და პირადი мотиваციები, აქ ენიაგრამა მარტივად გიხსნის შენი ბაზისური მოთხოვნილება რა არის. მიხდი რომ და მარტივად უკავშირებ. ეხლა სწრაფად რო ჩამოვთვალოთ პირობითად ფსიქოტიპების მიხედვით, ნახეთ, ორიანები როგორც წესი ფულს შოულობენ, როდესაც ეს ფული ვიღაცა მნიშვნელოვანს ჭირდება, იმიტომ რომ ეს მზრუნველი ტიპაჟია. მე ფული მჭირდება, იმიტომ რომ შენ დაგეხმარო. და როგორც ვგრძნობ, რომ შენი დახმარებისთვის ფული აუცილებელია, მე ვფოკუსირდები ფულზე. 300 ფული სჭირდება, იმიტომ რომ პატივისცემა მოიპოვოს. იმიტომ რომ ის ხვდება, რომ მაგარი მანქანა რო ყავს, გოგოები სხვანაირად უყურებენ. რაღაც კარგი პიჯაკით რომ მოვიდა, რაღაცა სხვანაირად შეხედეს. და რაღაც ჰარვარდში რო წავიდა სასწავლებლად, მის პოსტ ჰარვარდთან დაკავშირებით ქონდა 10000 ლაიკი პირობითად. კაი, ცხრიანს რისთვის სჭირდება ფული? სიმშვიდე. ნახე, ფული აძლევს მას საშუალებას მოდუნდეს, მოეშვას, რელაქსირდეს, წნეხი მცირდება გარე. აი წარმოგიდგენთ, ცხრიანი როგორც წესი ფული შევნას ისე, როდესაც უამრავი ვიღაცა აკითხავს გარშემო და არაში ფულს არ შეუვლა, ფულს არ შეაწუხეს. და შეწუხდა, ამიტომ უფულობით. ზოგადად ცხრიანები ერთ-ერთ ყველაზე ადაპტური ტიპები არიან. მე სხვა შორის ენიანიშნების მიხედვით გამოვიკვლია მილიონერები და მილიარდელები.
და ყველაზე უფრო იშვიათად მილიარდელებს საერთოდ არ იყვნენ. მილიონერები არიან ორიანები. იმიტომ რომ მილიარდი სხვების საჭიროების არ გჭირდება ხოლმე როგორც მილიონიც ეყოფა და ცხრიანებიც. იმიტომ რომ ცხრიანი ერთ-ერთი ყველაზე ადაპტური ტიპია და იმ ცხოვრებას რა ცხოვრებაც აქვს, ყველაზე მარტივად ადაპტირდება და უფლობა ნაკლებად შეაწუხებს, ნაკლებად. შეუძლია ბედნიერი იყოს ისედაც იმითიც, ბედნიერი, რაც აქვს. კი ბატონო. ყველაზე უფრო კარგად ფულს შეავლობენ სამიანები, იმიტომ რომ პირდაპირ მარტივად ილინკება მათ საჭიროებათან ფული. ჯეფ ბეზოსი აგერ ძალიან კარგი მაგალითია ამის, ხო? ძალიან მარტივად შეავლობენ ფულს ასევე რვიანები, იმიტომ რომ ძალაუფლების მოყვარული ფსიქოტიპია და ფული გარკვეული გარანტია არის იმის, რომ შენ ძალაუფლება, კონტროლი და გავლენა გექნება. ამიტომ დავუშვით მილიარდელებში ეს ტიპაჟები ყველაზე მეტად ჭარბობენ. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო кейსიც, მაგალითად პირველი დოლარის მილიონერი. როკფელერი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ნავთობწარმოების, ესე ვთქვათ, ბიზნესი დაიწყო და ეს იყო ეგრეთ წოდებული იდეალისტის ფსიქოტიპი, რომლისთვისაც ფული იყო თვითმიზანი. აი, როდესაც ის ახალგაზრდა იყო, ორი მიზანი ჰქონდა. ანუ წარმოიდგინე, რომ ეხა მე და შენ დღის გამოშ უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ. ეს ადამიანი მთელი დღე ორ რაღაცაზე ფიქრობდა მარტო. როგორ იცოცხლოს 100 წელი და როგორ იშოვოს მილიონი. შესაბამისად, მთელი მისი ფსიქიკური ენერგია იხარჯებოდა ამაზე. და იმდენად მიზან მიმართულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამისკენ, რომ მილიარდელი რო იყო, ღრმა სიბერემდეც კი პენსიაში არ გავიდა, დილიდან საღამომდე მუშაობდა. იმიტომ რომ ეს რეჟიმი მისთვის იყო ავტომატურ დონეზე. აი როგორც ჩვენ ავტომატურად ვჭამთ, ის ესე ავტომატურად შევლობდა ფულს. აი ჩვენ შეიძლება ისე ვჭამოთ, რომ ვერც ვიგრძნოთ რა, ეს რაღაცა ავტოპილოტს რეჟიმია. აი ეს ავტოპილოტზე ქონდა ჩართული ფულის შოვნა. მომინდა ერთი პატარა ექსპერიმენტის გაკეთება, თუ გამომყვები ამ ექსპერიმენტზე, უკვე. მომინდა, შეგიძლია თვალები დახუჭო. ღრმად ჩაისუნთქო, ამოისუნთქო და წარმოიდგინო, რომ შენს წინ არის ფული როგორც პიროვნება. ფული პიროვნებაში და ამ პიროვნების მიმართ როგორი ემოციები გაქვს და მას როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ. პირველ რიგში რაც მომინდა ვთქვა, როგორია ეს პიროვნება. არის ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგად გამოიყო, პრეზენტაბელურად გამოიყურება, არის ძალიან მშვიდი, წყნარი, არსად არ იჩქარება. და ინახეთ ნელა მიდის და უბრალოდ ტკბება გარშემო ყველაფრით. ჩემ მიმართ დამოკიდებულებას ვერ გადავედი ჯერი, იმიტომ რომ იმდენად ამ სურათის დათვალიერებით გავერთე, აი როგორ ისეთი იყო, კარგი იყო. შენი ემოცია რა იყო მის? მომეწონა ძალიან, აი ძალიან მომეწონა. ახლოს იყო შენ მეგობრობ მასთან თუ შორს არის? იცი რა, ეს არის უფრო ის ვინც მინდა ვიყო მე. აი უფრო დავინახე რომ ჩემი მომავალია, თუ ჩემი იდეალია, თუ ის აქამდე მინდა რომ მივიდე. დისტანცია შორი იყო თუ ახლოს? არა, ძალიან ახლოს იყო. ახლოს იყო. წინ იდგა. აი უფრო ისე ვაკვირა, აი როგორც კამერა რო დაყვება, ხოიცი აი რაღაცა ისეთ ფილმებში, ექშენ ფილმებში რო კამერა რო დაყვება იმით. ეს ტიპი შენ ენაზე საუბრობს თუ ცოტა უფრო განსხვავებულია? იცი რა, ლაპარაკი საერთოდ არ ჭირდებოდა. მთავარი ალბათ ამ ტიპში არის ის, რომ არ ადარდებს და არ ახელებს არაფერი. აი თითქოს გარემო აი როგორი ის არის, საინტერესო ლაპარაკი საერთოდ არ ჭირდება. ხო, არაფერს თქმა არ ჭირდება. აი რომ წარმოიდგინო რაღაცა ისეთი გარემო არეულდარეული და სათამაშოები რო არის ხოლმე, ხო იცი რაღაცა ქილა რო არის და შიგნით რაღაც პატარა სამოთხე რო არის მოწყობილი. აი დაახლოებით ესეთი მასში იყო, რომ აი გარშემო რა ხდება არ აქვს ნიშნა, მას თავისი ის აქვს მოწყობილი, აქვს სილამაზეები და თავის კომფორტი აქვს მოწყობილი და კარგად არის ამაში. იქ რაც არ უნდა მოხდეს, მას არ ეხება. გარშემო ბევრი ხალხი ყავს თუ ვიწრო? არ ჩანდა საერთოდ გარშემო ადამიანები. მარტო სული 4-იანია ესე, ფული როცა. აი მარტო სული არ არის, მარტო სული რო ყოფილიყო ბედნიერი არ იქნებოდა, ეს ლაღია. ანუ თვითმკმარია, შეიძლება უფრო ვთქვათ. ვიდრე მარტო სული. ხა ძალიან კარგი არის რა განსხვავება თვითმკმარობასა და მარტო სულობას შორის. მარტო სულობას ტკივილი ახლავს. თვითმკმარობას სიხარული ახლავს.
ანუ შესაბამისად ადამიანი შეიძლება იყოს მარტო ან მარტოსული ან თვითმკვლარი გააჩნია ემოცია რომელია მასში სიხარულის ემოცია არის თუ სევდის მოწყენის და ასე შემდეგ. კარგი, საინტერესოა და რა რჩევას გაატანდი ადამიანებს, რომელიც ისმენს, გვისმენს დღეს და არის ამ გამოწვევის წინაშე, რომ უნდა გაზარდოს შემოსავალი. კი ბატონო, პირველი რაც არის, რომ ძალიან კონკრეტულად იფიქრეთ, რაში გჭირდებათ ეს გაზრდილი შემოსავალი. აი პირობითად, რამდენი გინდა ფული განსაზღვრე და უშუალოდ მინდა $10,000. როგორ შეცვლის ეს $10,000 შენ ცხოვრებას უკეთესობისკენ? რაში დაგეხმარება? რაც უფრო მკაფიო არის წარმოდგენა თუ რაში გამოიყენებ ფულს, მით უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება გექნება ფულის მიმართ. შეგიძლია ვიზუალიზაციაც გააკეთო. აი დახუჭე თვალი და გააგვიყვია $10,000, როგორ იცვლება შენი ცხოვრება უკეთესობისკენ ამ ფულით. მეორე, როდესაც ამ ვიზუალიზაციას გააკეთებ, შენ ამოგიხდება ის წინააღმდეგობები, რაც ფულთან გაქვს, თუ ცხადია გაქვს. რომ შეიძლება ამოგიხდეს შფოთი. აი პირობითად ვარემ გაგისიარებთ, ბევრს უკითხავს, რომ შენ რატო არ ხარ მილიონერი? მე მილიონერობა არ მინდა. ანუ როგორც მილიონზე ვფიქრობ, წინააღმდეგობები მოდის. ანუ კმაყოფილება არ მოდის. მაგრამ როდესაც ვფიქრობ რაღაცა ზომიერ თანხაზე, იქ კარგად ვარ. ამიტომაც არ ვარ. მიხვდი, ანუ პირობითად მე თუ ვიმუშავებ ამისკენ, რომ აი ეს წინააღმდეგობა რაც მაქვს მილიონთან მიმართებაში. გაქრეს. ცხადია აქამდეც მივალ. თუმცა რაც мотиваცია უნდა მქონდეს, ჯერჯერობით мотиваცია არ მაქვს, რომ თვითმიზანი ხო არა რაღაცებზე მუშაობა, რა. ამიტომ ეს წინააღმდეგობები რო ამოხდება, აი ამას ემუშავე. და ვისაც აქვს мотиваცია, მაგრამ ვერ აღწევს. ასე წინააღმდეგობებია. ეს წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, რომ ვერ ვიშოვი არა თავდაჯერებულობა. ეს წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, რომ თუ მაქვს 100,000 კაი ტიპი ვარ, მაგრამ მილიონი თუ მაქვს უკვე ცუდი ტიპი ვარ. იმიტომ რომ მილიონერი კარგი როგორ შეიძლება იყოს. ეს წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, რომ პასუხისმგებლობები გამეზრდება, ეს ან ხშირია საქართველოში ეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მთელი სანაცვლო მე მომადგება მე დახმარებას და ეხლა მაგათი თავი არ მაქვს. იმიტომ რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ვიღაცები უკმაყოფილება იქნება და ვიღაცები გამლანძღავენ. აი ესე ტიპის წინააღმდეგობა უნდა დამუშავდეს. ამის შემდეგ ფოკუსირდი იმაზე, რამე ღირებული შექმნა, რაიმე სასარგებლო, აი უბრალოდ დაჯექი და აი შენს წრეს გადახედე, როგორ შეიძლება დავეხმარო გიორგის თავის პრობლემებს მოგვარებაში, ლევანს როგორ შეიძლება დავეხმარო და რა ვიცი, ნაზის როგორ შეიძლება დავეხმარო. ესე იწყება ღირებულების შექმნა, ესე იწყება ბიზნესიც მათ შორის. ანუ სწორად აწყობილი ბიზნესი არის, როდესაც პირობითად შენ გადახედე შენს გარემოცვას და მიხვდი, რომ რაღაცა ტკბილეულის მოყვარული საზოგადოება გყავს და დაიწყე საკონდიროს გაკეთება. ოღონდ უზარმაზარი საკონდირო კი არ გახსენი, გამოაცხე ნამცხვარი, მათ აჭამე და მათ კმაყოფილ სახეებზე მიხვდი, რომ რაღაცა კარგი შექმენი. აი ამის შემდეგ შენ შეგიძლია წრე გაზარდო და ეს ღირებულება უფრო დიდ ფენაზე გადაიტანო. თუ გახსოვს მე რო ენიაგრამა დავიწყე, პირველი ნაკადი, შენ პირველ ნაკადში იყავი. და ეს პირველი ნაკადი იყო ჩემი უახლოესი გარემოცვისთვის. რაღაცა იმის იქით არც მიფიქრია გადასვლა. და მას მერე რაც უახლოესმა გარემოცვა მითხარო, ვაიმე რა მაგარია, რა საინტერესოა. აი იქ მივხვდი, რომ ესე იგი მართლა ღირებულია და შეიძლება უფრო დიდ მასშტაბზე ვიფიქრო. ძალიან საინტერესოა. მადლობა. დიდი მადლობა ილია. მადლობა მაყურებელს. მადლობა რომ გვისმენთ და მოგწერეთ რა თემებზე გინდათ რომ შემდეგი პოდკასტი იყოს.